ჩვენ ახლა ქართველებმა გადატრიალებები, შიდა დაპირისპირებები, ომები რუსეთთან გადავიტანეთ და მართლა დამანგრეველი იყო ჩვენთვის 90-იანი წლები და ინდათ 2000-იანების დასაწყისი. ხო და ჩემო კარგო, ზუსტად მაგიტო იყო, ეს იყო პოლიტიკური სიყვარული. პოლიტიკური სიყვარული, რომ ქართველებს მქონოდა ესეთი, ჩვენ ხო ესეთი გულუბრიყვილო ხალხი ვართ, რომელი გულუბრიყვილო ხალხის, რომ აი ქართველებს ორ სიტყვას ქართულად დაგველაპარაკებიან და აი გვიხარია, რომ აი ვიღაცას უყვარვართ და ასე იყო პოლიტიკურად ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეკვეთა იყო, რომ ვითომ ქართველები და ესა ბალტიისპირელები იყვნენ ესენი, რა ქვია, ძალიან ახლო ერი და ძალიან ახლო ხალხი და ეს იმისთვის, რომ საქართველოს გამოსულიყო ტანკის ფუნქციაში, საქართველოს მიიღო ყველანაირი დარტყმა საკუთარ თავზე და ესენი გამძვრალიყვნენ იქეთ. აი ეს არის მაგაც სიყვარული და ამიტომ იყო მაგ აზრი გაბატონებული ერთი პერიოდი საქართველოში, რომ აი რუსები არ ევასებათ, მაგრამ ქართველები უყვართ. მე რასაც ვაკვირდები, ქართველები არცად არავის არ უყვარს ეს. სისულელია ეს და ეს ქართველებზე ვინმე გიждდებოდეს, რა ვიცი, მე არ მინახე. ასე მოათახსირებია ეს ყველაფერი და თქვენ უნდა დააკვირდეთ დემოგრაფიას. ახლა ამ სამ ქვეყანას ეძახიან პენსიონერების ქვეყანას. მაგალითისთვის აი ლატვია ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირში ადიოდა რაღაც 2,700,000-ზე იყო საუბარი. 2,700,000-ზე იყო მოსახლეობა. ბნელ საბჭოთა კავშირში. დღეს ვინმე რომ მოიგითხოს რამდენია ლატვიის მოსახლეობა, იცის? 1,900,000. ლატვიის მოსახლეობა არის 1,900,000 და რიგა დედაქალაქი, რომელზეც როგორც მე ვიცი, რიგაში უნდოდა თავის დროზე, იმიტომ რომ ქალაქები, რომლებიც მილიონამდე ადიოდა, შეიძლებოდა მეტროს გაყვანა და იქ ერთი წივილ-კივილი იყო, მეტრო არ გაიყვანოთო რიგაშიო, ასე შემდეგ და არა, ამ ქალაქს მეტრო არ გააჩნია დღესაც, ხო, ახლა ამდენი ხანია გამოყოფილია საბჭოთა კავშირს და ხო შეეძლოთ, რომ თვითონ ევროკავშირს აეშენებია მეტრო და რაღაც. მილიონიანი თლათ არ იყო, სადაც 950,000 იყო თუ რაღაცა მოსახლეობა. დღეს ვინმე მიცის რამდენია, ესა რა ქვია, ლატვიის დედაქალაქის მოსახლეობა? 600,000-ზე ჩამოვიდა. 600,000-ზე ჩამოვიდა რიგა. შობადობა თითქმის განულებულია. ახალგაზრდები უბრალოდ კისრის ტეხით გარბიან ლატვიიდან. 26%-იანი დემოგრაფიული დარტყმა აქვს ქვეყანას, რომელიც 30 წელიწადია შიგ ევროპაში ცხოვრობს კარგად, რასაც ჩვენ გვიმტკიცებთ. 23%-იანი კლება გააჩნია ლიტვას.